Საომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ გუშინდელმა ჩემმა ასე რომ ვთქვათ ბლოგმა, რომელიც ეხებოდა ქართველების მიმართ ზიზღით და სიძულვილით შეპყრობილი ადამიანის მონოლოგს, რომელიც იყო გავრცელებული TikTok სივრცეში. Mangoias girlfriend-ი ნინოიასი და ესე აბუჩად აგდებული ქართველიერი მაგათი პირიდან ამდენი ხანია გრძელდება უწყვეტ რეჟიმში ზიზღის ნთხევა, რომელიც იყო განხილული და გაშიფრული თავიდან ბოლომდე, ვისაც გაინტერესებდა, ვისაც გნებავთ და ვისაც არ გინახიათ, შეგიძლიათ აქ არის მითითებული ლინკი YouTube-ის არხის, შეგრძანდეთ და ნახოთ. ძალიან დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია და ძალიან ბევრი ქართველი ადამიანი გამოაფხიზლა და დააფიქრა იმაზე, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე რაც ხდება და როგორც ხდება, თურმე არ ყოფილა ისე, როგორც ლამაზად ამ ყველაფერს გვიდგამდნენ და გვაჩვენებდნენ, მით უმეტეს ამ დროსა და ამ სივრცეში. და არც ეს კოლექტიური მამალი თუ დედალი მანგოიები შემთხვევით არ არიან აღმოცენებული ქართულ სოციუმში, რომელთა მთავარი ინტერესი და რომელთა მთავარი ამოსავალი წერტილი არის საქართველოს ქართველების ლანძღვა და აი ამ ზიზღზე და სიძულვილზე, ვითომ ერის და სასიკეთოდ მოლაპარაკე, გამომივიდნენ 21 საუკუნის ილია ჭავჭავაძეები. და როგორც იქნა ძალიან ბევრი ქართველი დააფიქრა იმაზე, რომ თურმე უკვე გენოციდი ქართველიერის სისრულეში მოდის, მალე გვირგვინს დაიდგამს არაბული დასახლებების არაბული ქალაქების გაშენებით საქართველოში და ძალიან ბევრი დააფიქრა იმაზე, რომ საქართველოს ნამდვილად ევთანაზიური სიკვდილი კლავს, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობდით. და აი ამ ევთანაზიური სიკვდილის მთავარი შემოქმედი არის ივანიშვილი და მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ მცალია ლაივს წერ ჯიგარო და მე ამოვალ ცოტა ხანში. აქედან გამომდინარე მთავარი პრობლემები არის იმაში, რომ საზოგადოება არის გათიშული ამ ყველაფერს, თუ ვინმე რამე სიტყვის, ეს ყველაფერი რაღაცა ჩამორჩენილობად, სიბნელედ გონიათ, მაგრამ აი ახლა უკვე როდესაც დადგა ჩვენი ქვეყანა რეალურად ფიზიკური განადგურების და ფიზიკური გაქრობის საფრთხის წინაშე, სადაც პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ქართული მიწა უნდა გაიყიდოს და ამაზე უნდა დასახლდეს არაბული დასახლებები და არა მარტო არაბული ტრანსნაციონალური დასახლებები უნდა გაჩნდეს და მთელი ეს განსაკუთრებით ეს ქოცობა, რომელი ქოცობაც მიჩვეული არის იმას, რომ რასაც იტყვის მაგათი მამამთავარი ყველაფერი რომ მართალია და თურმე ჩვენ საქართველოს პროგრესი არ გვინდა და საქართველოს წინსვლა არ გვინდა და გვეუბნებიან მე ამ ხალხს გადახვევა მინდა გავაკეთო, მივმართო ქოცებს, რომელი ქოცებიც გამოდიხართ ახლა და იძახით იმას, რომ ეს რა ქვია თურმე წინსვლა არ გვინდა და ესე შემდეგ და როგორც წმინდა ბიძინა აკეთებს ამ ყველაფერს ქვეყნისთვის სასარგებლოდ და სასიკეთოდ თქვენ არ გინდათ დაინახოთ. მაშინ მე გეტყვით ერთ რაღაცას. აი თქვენ ხართ უბრალოდ შეამოყალიბებული ზომბირებული მონები, რომლებსაც არანაირი საკუთარი აზრი არ გაგაჩნიათ, სინდისი არ გაგაჩნიათ, ნამუსი არ გაგაჩნიათ და ხართ უბრალოდ შეშინებული დაჩმორებული ადამიანები, რომელი შეშინებული დაჩმორებული ადამიანების თქვენი სეთური რასაც გეტყვის, იმას აკეთებთ. მე თქვენ გაგახსენებთ და ერთი რომელიმე ქოცმა შემომიბრუნდეს, ახლა თუ ვინმე არის დარჩენილი და აზროვნებს მაგათგან, რა ვიცი, მეტნაკლებად, გამცეს მაშინ აი ამ კითხვაზე პასუხი. თქვენი ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელიც ჯერ ვინც მოათხრია პარლამენტში 2012 წელს, აბსოლუტურად ყველას მე ლანძღვა გინება და მოღალატე და რა ვიცი, რა უბედურება დაარქვა, ახლა პარლამენტარების დონეზე არ მაქვს ლაპარაკი. თურმე უარგესი იყო, როცა მოყავდა თურმე მაგაძე ბრძენი არავინ არ იყო დაწყებული ხიდაშელებით, მისი ქმრებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მთელი სანაგვით, გუბასანიკიძეებით და ამგენით. ვინც მაგალითები იყვნენ პოლიტიკაში. სანამ მოვიდოდნენ, იძახოდნენ, რომ ეს საუკეთესო გუნდია, ეს ამყავს, ის ამყავს. თქვენმა ბიძინა და თქვენც იძახოდით, რომ ასე იყო.
მერე უბრალოდ შეიცვალა სიტუაცია და გუბაზი მოღალატე არის, ხიდაშელი მოღალატე არის, მისი ქმარი მოღალატე არის, ღარიბაშვილამდეც მივა. ესენი ყველა მოღალატეები გახდნენ, ხო? თქვენი გუნდი იყო და თქვენი მხედართა მთავარი იყო, როდესაც მოდიოდა და ამბობდა იმას, რომ მარგველაშვილი საუკეთესო პრეზიდენტი იქნება, ასე შემდეგ და მერე მარგველაშვილი მოღალატე გახდა და მარგველაშვილის ასე და მარგველაშვილის ისე და თქვენც ეგრევე დაიწყეთ ლაპარაკი. მერე სალომე ზურაბიშვილი მოიყვანა და სალომე ზურაბიშვილისნაირი ქალი არ დადიოდა დედამიწის ზურგზე და მერე სალომე ზურაბიშვილი მოღალატე გახდა და მოღალატე იყო და მოღალატე იყო. დავიწყოთ კვირიკაშვილიდან, კვირიკაშვილის ფასი არავინ არ ყავდა, მერე კვირიკაშვილი მოღალატე აღმოჩნდა და კვირიკაშვილის ასე და კვირიკაშვილის ისე პრემიერ-მინისტრებზე და პრეზიდენტებზე მაქვს ლაპარაკი და რა თქმა უნდა ავტომატურად თქვენთვისაც იგივე გახდა. ღარიბაშვილი იყო და ღარიბაშვილი მოიყვანეთ და რა ვიცი რამდენჯერ მოიყვანეთ, წაიყვანეთ და ღარიბაშვილზე ამოგდიოდათ მზედამთვარე. ღარიბაშვილის ფასი არავინ არ ყავდა და ღარიბაშვილიც მოღალატე აღმოჩნდა და მოღალატეა და მაგის ხსენების ასე და მისი დედა და მისი მკვდარი და მისი ცოცხალი. გახარია ყავდათ და რკინის მინისტრი ყავდათ, რო კითხოს კაცმა მაგის ღმერთი არ იქნა და ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრობით, მერე იმით, მერე მაგან გადაგარჩინათ, ყველა ასე იძახოდით, მაგის ფასი არავინ ყავდათ და მერე მოღალატე აღმოჩნდა და მერე აგინებთ. ეხლა მე თქვენ გეკითხებით დღესაც რო გამოდიხართ ხალხი და გვეუბნებით, რომ თურმე ჩვენ ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის წინააღმდეგი ვართ, ქვეყნის განვითარება არ გვინდა. თქვენი გამომწველავი დედას შევეცი ყველასას, ვინც ამას ჩვენ გვეუბნებით. ერთ დღეს რო გამოვიდეს ბიძინა ივანიშვილი და ერთ დღეს რო გამოვიდეს, როგორც თქვა, რომ თურმე 60 წლის კაცია და ამნაირი არ გაუგონია, რომ როგორ შეიძლება ადამიანები ასე შეიცვალონ, როგორ უნდა მოიქცეთ ჩვენ, რომ ერთ დღეს გამოვიდეს ეს თქვენი დედამოტყნული ბელადი, ეს ურია, ეს არც ქართველია, არც ებრაელია, სიმართლე გითხრათ, რა ვიცი, რა გიბრიდია და გამოაცხადოს, რომ საქმე რაშია, იცი? თურმე მე შევწდი ამ ინვესტიციის ჩადებაში და ქვეყანა წინ კი არ მიდის, თურმე უკან მიდის. გაგებით მოეკიდეთ ამ ყველაფერს და მე თქვენს დაიწყებთ, ხო, შეცდა ხო მე რა მოხდა ახლა ასე კაცო, მე რა მოხდა და მე დაიწყებთ, რომ შეცდა ესა რა ქვია, შეცდომა გააკეთა იმ ალაბარმა უღალატა და რა ეგონა ბიძინას და ასე. თქვენ ხართ ბიჭო ეს ბიონაგავი ხალხი. თქვენ ხართ ჩათალახი ადამიანები, რომლებსაც არანაირი სინდისი, არანაირი ნამუსი, არანაირი თავმოყვარეობა, არანაირი შეგნება, არანაირი აზროვნება, არაფერი არ გაგაჩნიათ, თქვენ გაგაჩნიათ მარტო თქვენი დამპლური აზროვნება, რომელი დამპლური აზროვნებაც ითვალისწინებს ერთს, სანამ არის ივანიშვილი და სანამ არიან ქოცები, მანამდე ვიყოთ კარგად და მანამდე ვიყოთ მაგრად. აი ნორმალური ადამიანები კი კიდე ერთხელ ვამბობ, გამოკითხვა მიმდინარეობს ჩემს გვერდზე და აი ასე რეაგირებენ ამ ყველაფერს შემოგარგებო. აი ასეთი რეაგირება აქვს ნორმალურ ქართველობას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. როგორც მაშინ ქონდათ ნორმალური დამოკიდებულება ამ ყველაფერთან, იმიტომ რომ ის კოალიციური ქოცობა რომ მოდიოდა, კარგად იცოდა ხალხმა ვინ იყო, კარგად იცოდა მარგველაშვილი ვინ იყო, კარგად იცოდა სალომე ზურაბიშვილი ვინ იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ თქვენთვის მანამდე წმინდანი იყო. აი ნორმალური ხალხი 95%. ჩემ გვერდზე გამოკითხული ხალხი თქვენ გეძახით მოღალატეს და თქვენ ხართ მოღალატეები. მოღალატეები ხართ და ბოზიშვილები ხართ სულ ყველა. აქეთ რო ხართ დიდგულზე. ახლა მე მინდა ერთი რაღაცას მოუბრუნდე, სანამ გადავიდოდე მთავარზე. აი ეს ვიდეო, რომელი ვიდეოც იქნა ეს სურათი მინდა ალბათ ბევრი ნახავს, რომელიც ლინკზე არის მითითებული. მინდა მივმართო პირდაპირ ეგრედ წოდებულს, მე ყველას ამათ ეგრედ წოდებულებს ვეძახი და იმიტომ რომ მართლა ეგრეთ წოდებულებიან, არც ერთს თანამდებობა ვისაც უკავია დღეს ქოცებში, არც ერთს არ მიუღწევია თავისი შრომით, თავისი აზროვნებით, თავისი გამოცდილებით და ასე შემდეგ. ამათმა ყველამ იყიდეს თავიანთი ლოიალობით, ჩმორობით, საკუთარ დედასთან რო დაწვებიან, იმაზე წამსვლელი ხალხი რო არიან, ამით იყიდეს თავიანთი თანამდებობები და ასე შემდეგ. ეხლა მე მინდა მიუბრუნდე და ვკითხო აი ეგრეთ წოდებულ უშიშროების მინისტრს. თან ერთი ლოცვა კურთხევაც წაგიკითხო რა. ბატონო მდინარაძე, შენი დედას შევეცი. უშიშროების მინისტრი არ ახარ შენ. შენ ხარ პირველი დამპალი ნაბოზუარი ქოცური პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც ჯიბეში გიდევს სახელმწიფო. და სახელმწიფოს უშიშროება გაბარია შენი ქოცური პარტიის მიმართულებით. ახლა გეკითხები შენ
და ეხლა ვეკითხები შენ დედამოწმულ პარტიას და გეკითხებით მაგ უშიშროებაში მე საქართველოს უშიშროება მიჭერდა და მკითხავდა იმის გამო რომ ვამბობდი დავით გარეჯი საქართველოა და არ შეიძლება მის აზერბაიჯანელებზე გადაცემა თათრები ჩამოსახლებულები იყვნენ თავის დროზე ეს ხალხურ ლექსში არის ასე დაცული ალავერძიან თათრების სიტყვას ამბობენ ძნელსაო კახეთში ვალსა გიჭრით ჩაგასახლებთ ლელსაო და ბახტრიონმა გაყარა აი ამ სიტყვის გულისთვის 4 საათი მკითხავდით უშიშროებაში 4 საათი მკითხავდა საქართველოს უშიშროება მე ქართველ კაცს რომელიც ვამბობდი რომ დავით გარეჯი საქართველოა და კარგად გახსოვთ აბა რა უნდა მეთქვა ამის გამო აღმიძრეს საქმე და მეც ვიყავი ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე რომ მე თურმე სიტყვა თათარი როგორ ვახსენე ახლა მე გეკითხებით თქვენ შენ გეკითხები პირადად მდინარაძე შენი დედას შევეცი და ყველა ქოც გეკითხებით ყველა ეგრეთ წოდებულ აი შიშყიანი ქოცები რო ხართ აი მხელა ვარსკვლავები რო გაყრიათ აი ეს ბოზიშვილი ურია ის მეორე ბოზიშვილი მანგოია ელემენტარულ კითხვას გისვამთ წლებია ქართველი ერის საქართველოს მიმართ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ ჩვენი ტრადიციების მიმართ ჩვენი ყველაფრის მიმართ ლანძღვით გინებით ზიზღით ეთნიკური შუღლის გაღვივებით და 1000 უბედურებით გამოირჩევა მე ვეკითხები დინარაძეს ხო ხარ უშიშროების შეფი ხო და გეკითხები უშიშროების შეფს შენი გამზრდელი მოვტყან მე საკუთარი ერის ლანძღვა გინება შეურაცხყოფა და ეს არ არის ეთნიკური შუღლის გაღვივება რომელიც 8 წელნახევრიან მუხტს იმსახურებს როდესაც ადამიანი გეუბნება პირდაპირ ადამიანი გეუბნება რომ თქვენ ქართველები ხართ ესეთები უნდა ამოწყდეთ უნდა გადაიყაროთ მაგადასკარში გადასახლდით არც ერთი არავინ არ უნდა დარჩეს ამ მიწაზე აგინებს წარსულს აგინებს ისტორიას ეს ნინოია ბარიგა ებრაელი საკუთარი ტომის საკუთარი ხალხის შემარცხვენელი ყველაფრის შემარცხვენელი რომელიც ეს არ იწვევს ეთნიკურ შუღლს ეს არ იწვევს ქართველების მიმართ და ქართველებზე როდესაც საუბრობს ქართველებს და ებრაელებს შორის დაძაბულობას არ იწვევს გეკითხებით გინდა ეს ბოზიშვილი იყოს გინდა მანგოია ბოზიშვილი იყოს გინდა ის იაკობაშვილი ჩათლახი იყოს გეკითხებით აი კითხვას ვსვამ აი ჩემს მიმართ რომ დავით გარეჯი საქართველოა და ჩემს მიმართ რომ ჩემი სამშობლოს ინტერესებს ვიცავდი ამ ხელა სტატიები მომიყენეთ ჩემი სამშობლოს მიწის დაცვისთვის რომელიც თქვენ გაყიდეთ და რომელსაც ყიდით ამათ მიმართ არ მუშაობს ეს ყველაფერი აი ესეთი ზიზღით ესეთი სიძულვილით ესეთი სულში ჩაფურთხებით გადახედეთ რამდენი ქართველია გამწარებული ამის გამო და სადაც ნახავენ რომ თმებით ათხრევენ მიუხედავად იმისა რომ ქალია იმიტომ რომ მთელ ერს ჩვენ წინაპრებს ასე კი არ თქვა რაღაცა ჰაერზე დაახვეწილად ჩამოყალიბ თუ თქვენი პროექტია ეს ვიგაკითხებით თუ თქვენი უშიშროების პროექტი არ არის ერთი მეორე მესამე ერთი დამარხვას ამადლის ქართველ ადამიანს მის მიწაზე მეორე საერთოდ ეუბნება აიყარეთ და წადით გადაშენდით და ამოწყდით და გაწყდითო მესამე იმაზე საერთოდ ლაპარაკი არა მაგ ტრადიციებით დაწყებული ადათით ქართულ ყველაფერს ლანძღავს აგინებს სა დედის ტყუნაში არის თქვენი სამსახურები თუ ქართველი ერის ლანძღვა გინება ფურთხება ჩაგორა შეურაცხყოფის მიყენება ეს რა ქვია ამაზე კანონი არ ვრცელდება და მე რა გიკვირთ ბიჭო ამას ხედავთ მე ის გიკვირთ რომ ვინმე მოღალატეებს გეძახით ელემენტარულ კითხვას გისვამთ მოღალატეები რო ხართ აი ეს გიკვირთ ხო და
თქვენ ხართ პირველი მოღალატეები, ქოცებო. აი თქვენ ხართ პირველი მოღალატეები, თქვენ ხართ პირველი ნაბოზურები, თქვენ ხართ პირველი გამყიდველები და ეს ბეცი და დებილი ხალხი, რომელსაც გონიათ რომ ნაცი და ქოცი სხვადასხვა და ომი არ იყოს, ღმერთო ეს არ მოხდეს, ის არ მოხდეს. თქვენ ხართ ამ ძალის მკვლევავები. თქვენ ხართ ამ ძალის მკვლევავები, თქვენ რო არა ესენი ვერ იარსებებდნენ. და ესე იგი, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩმორში და დაჩმორებულები ხართ, სიტყვას ვერ იღებთ კოცების მიმართ. სიტყვას ვერაფერს ვერ ლაპარაკობთ. ვაიმე, ღმერთო, ნიშა არ მობრუნდეს, ცოცხი არ გაგთხაროს, ეს არ მოხდეს, ის არ მოხდეს და ამის გამო თელმა ერმა უნდა უყუროთ სამშობლო როგორ იყიდება, როგორ გვისახდება უცხოტომელი, როგორ გლანძღავენ, როგორ გვაგინებენ, როგორ გვაფურთხებენ და თქვენ ასე ფეხი-ფეხზე გადადებული. გეუბნებით, ესა ნინოია ბარიგა, აქ ეგდო ნიურნბერგში, აქ ბარიგობდა, სხვათა შორის ზიზღი და სიძულვილი უმაღლეს დონეზე აქ ქართველი ერის, რომელიც აქ საქართველოში აგდია, როგორც ვიცი. როგორც ვიცი, სადაგდია ზუსტად არ ვიცი, მაგრამ საქართველოში აგდია. ეს წეული, წაშალა მისი გვერდიდან ვიდეოები ამას გონია ვინმეს დაავიწყდა ახლა რომ რა განცხადება გააკეთა და როგორ გააკეთა წაუშლია მისი გვერდიდან TikTok-ზე ვიდეოები და ისა ტონი აქ შეცვლილი რომ თურმე ჩვენ შეცდომები დაუშვით და თავის თავს ახლა ქართველებში მოიაზრებს ამის გამომწვევი დედა შევეცი ამისას მაგას შენზე ცალკე მექნება კიდე მომდევნო ისა მაგრამ რა ფენომენია ზოგადად აი აგენტურის როგორი ფენომენი არის და მონახა ყველაზე დამპალი საქმე ბარიგობა და განსაკუთრებით ქართველებში აქ ბარიგობდა და წამალსყიდი და ქართული გენოფონდის წინააღმდეგ ეს ჩამოყალიბებული ქვეწარმავალი ზიზღით, სიძულვილით და საქმით როგორ მოქმედებდა. და არაფერი. საქართველოში არაფერი. ამას პასუხი არ მოეთხოვება. იმ დედამოტყნულ მანგოიას პასუხი არ მოეთხოვება. არავის პასუხი არ მოეთხოვება საქართველოში, ვინ საკუთარი ერის და საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის. თუ ვინმე ხმა სამშობლოს ეროვნული ინტერესებისთვის ამოიღო, აბსოლუტურად ყველა არის დასჯილი სამშობლოს სიყვარულისთვის, ყველა ხმის ამოღებისთვის. აი ეს ქვეყანა ამ ქვეყანათ არის გადაქცეული საქართველო. აი ამას დავემგვანეთ. და გეუბნებით, ნუ აკეთებთ ღალატს. ნუ დგამთ ფეხს პირდაპირ ღალატში. ახლა დასასრულისკენ მინდა წავიდე დიდი ხანი არ მოგაწყენთ თავს მე ამ საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული ქმედებები არის საჭირო ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ვერ შეიგნო ამ დებილმა ხალხმა, ვერ შეიგნო რომ ესენი არიან სამშობლოს მოღალატეები, იმიტომ რომ ელემენტარულად მისვლის რო კარაქიანი პური აჭამოსდა თვითონ იჯდეს თანამდებობაზე, ამიტომ არიან ბედნიერები და თუ ვინმეს გულით კივა, იმიტომ რომ სამშობლოს მიწისთვის უბრძოლია, რაღაცა უქნია, ციხით დამუქრებიან, უსამართლობაზე ხმა მოუღია, ის ეგრევე მოღალატეა. ის ეგრევე ჩემნაირი ადამიანები ამათთვის მტერია და ეს დასწირებული ქართველობა კიდე შეიგინე და თქვენი დედა შევეცი მე, ყველა ქოცის დედა შევეცი მე. ყველა ქოცს მოგიტყანთ გამზდელი და აი ქოცის ფენომენი არის ზუსტად ეს. ყველაფერში ტრაქში უძრე ივანიშვილს, რაც არ უნდა გაუკეთოს ქვეყანას. მიუხედავად იმისა, კარგია, ცუდია, აი ესაა ქოცი, ისე როგორც მიშისტი. არაფერი სხვაობა მათში არაფერი არაა ხალხო. არაფერი სხვაობა არა, ისეთივე დედამოტყნული არის ქოცი როგორიც არის ნაცი და გეუბნება რომ ღმერთო დალოცე ბიძინა, უბრალოდ ბევრს ლოცულობენ. ეხლა მინდა მოუბრუნდე და ვკითხო აი ამ ხალხს, რა ქვია, რომელსაც პირდაპირ სულიერი ვალდებულება გააჩნია ყველანაირ დონეზე და ამაში სახელმწიფოდან ფულსაც იღებს 60 მილიონს. ბიჭო, და ხალხს მინდა უთხრა 268 ადამიანი უყურებს ეხლა ამ წუთში ამ ლაივს და ალბათ კიდე ბევრი ნახავს. და თქვენს მინდა მოგმართოთ რა. ბიჭო, ყველა პლატფორმაზე ფიქსირდება ის, რომ ქართველებს არ აქვს არანაირი სურვილი და კიდე ერთხელ ვამბობ ამაზე მე მიმართვას რაც შეეხება, მაცალეთ ცოტა ხანი, რაღაც მინდა ყველაფერი ერთად შევკრა და მიმართო მე ყველას. მე მინდა აი 95% ხო თვლით რომ ეს ყველაფერი სამშობლოს ღალატია. ხო თვლით რომ ეს არის სამშობლოს ღალატი. და დარწმუნებული ვარ 95% იმას ამბობს სად არის საპატრიარქო. სად არის საპატრიარქო, რომელიც წინ ფლაგმანი უნდა იყოს, ყმალი უნდა ქონდეს, ამოღებული და წინ უნდა მიუძღვებოდეს ქართველი ერის გადაჯიშების და გადაგვარების და გადაშენების იმას მყოფი ერს, რომ ერი ფიზიკურად გადარჩეს. მაგრამ არა, აიღონ 60 მილიონი ფეხებზე კიდიათ.
საპატრიარქოზე მაქვს მე საუბარი. საპატრიარქოზე, რომელიც მე ადამიანი ვარ, ადამიანური აზროვნებით ვლაპარაკობ, ახლა მე თუ რაღაც ფიქრები და მე თუ რაღაც დამოკიდებულებები გამაჩნია ნებისმიერი საქართველოს ისტორიაში არსებული პერსონების მიმართ, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ადამიანი ობიექტური უნდა იყოს. დღევანდელ საპატრიარქოს დამთავრდა შორენას ამბავის დამთავრებული იმსა. მართავს ჯაღმაიძე და მართავს მუჯირი, რომლებიც პატრიარქი რა დღეშია კარგად ნახეთ. კარგად ხედავთ პატრიარქი რა დღეშია და თქვენ რო გკითხოთ კაცმა თუ პატრიარქის გესმით. ჩემი პატრიარქი მიყვარს, ვენებს რო იჭრით. პატრიარქის სიტყვები არის, რომ ქართული მიწის გაყიდვის უფლება არავის არ აქვს. ეს რატომღაც დავიწყებული გაქვთ. გეუბნებით პირდაპირ 29 ნოემბერს დღის 3 საათზე იკრიბება არანაირი პარტია 28-ში ვაპირებდით, მაგრამ რადგანაც ნაცების წეული ეს კლოუნადა არის, მაგის გამო გადავიტანეთ 29-ში. 29-ში 3 საათზე საპატრიარქოსთან იკრიბება ხალხი, ვისაც სამშობლო ადარდებს. და ვინც თulis რომ საპატრიარქომ და სინოდმა უნდა გააკეთოს განცხადება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. არავინ არ ამბობს შენ წადი, შენ მოდი, ეს არა მიტინგი, ეს არა აქცია. ეს არის ქრისტიანი პატრიოტი ადამიანების პირდაპირი გამოვლენა და განწყობის დაფიქსირება, როდესაც სამშობლო იყიდება, როდესაც სამშობლო გადაშენების პირას არის დამდგარი, საპატრიარქო ვალდებულია ხმა ამოიღოს. და რატომ არ აკეთებს განცხადებას და რატომ არ აფიქსირებს თავის აზრს სინოდი და რატომ არის დუმილით შეპყრობილი ამდენი ხანი, როდესაც ტელიერი ამ დღეშია. ამიტომ იქ იქნება შეკრება, იქნება მიმართვა და წაკითხვას ჯულის კანონიდან გამომდინარე, ეგ არ მინდა მე ეს გურამ ფალავანდიშვილების და დაყალებული საზოგადოების ბოდვები, რომ ის პატრიარქს ებრძვის და საპატრიარქოს ებრძვის, ის ღმერთებს ეს გავლილი გვაქვს ეს დიდი ხანია. ხო და თუ ვერ ამოიღებს ხმას, შემოვაჟა, მომისმინე, თუ ვერ ამოიღებს ხმას, ისიც გვეწოდინება პირდაპირ რომ სამშობლოს გადაშენებაზე, გაგრობაზე, განადგურებაზე, გაყიდვაზე საპატრიარქო არის თანამონაწილე ამ ყველაფრის. ისედაც ვიცით, რომ ძალიან ბევრი მღვდელი ამ ყველაფერში ჩართულია. თუ ვერ ამოიღებს ხმას, გვეწოდინება რომ არ ყავს საპატრიარქო. დამთავრდა პატრიარქის ამბავი. მორჩენილი ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველამ კარგად ვიცით რა დღეშიცაა პატრიარქი და პატრიარქს რომელსაც ნათქვამი აქვს სიტყვა, ნათქვამი აქვს და თუ ვინმეს დაგავიწყდათ, კარგად გაიხსენეთ მისი სიტყვები, რომ მიწის გაყიდვა არის. თქვენ თუ პატრიარქი გწამთ, თქვენ თუ პატრიარქის გჯერათ და პატრიარქის სიტყვას ახტება ყველა ქოცობა, ნაცობას, ყველას ფეხებზე კიდია. ამიტომ საჭირო არის სინოდმა დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით და იქნას ერთხელ და სამუდამოდ ოფიციალური პოზიცია დაფიქსირებული. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ვისაც სამშობლო გიყვართ და ვისაც ღმერთის გწამთ. თუ თქვენთვის ძვირფასია სამშობლოს მიწა. ხო, კისრისტეხით გამორბი ხართ იმაზე, რა ქვია, ოჯახური ღირებულებების დღეზე და ასე შემდეგ. კეთილი ინებეთ სამშობლოს სიყვარული თქვენი ოჯახიდან და თქვენი ეზოდან იწყება და სამშობლოს ბედიღბალი არის გადასაწყვეტი და კეთილი ინებეთ ყველამ. გამოდით და ამოიღეთ ხმა. მორჩა და დამთავრდა. აქ უკვე არა ენის მოჩლეკით ლაპარაკის თავი არავის არ აქვს. იქ მიწა იყიდება, იქ ის სახლდება, აქ გამოდიან უჯიშო ხალხი, რომელი უჯიშო ხალხით პირდაპირ გვეუბნებიან, რომ თურმე ეს არა თურმე საქართველოში უკვე ქართულს უკვე ცხოვრების უფლებაც არა აქვს და ამას არც უშიშროებად ხოს პასუხს არც პოლიცია, არც მილიცია, არავინ დედამიწის ზურგზე. და გასაგებია ჩვენ ვინც ვართ ქართველები და საქართველოს შვილები, მე მინდა ყველას დიდი სიყვარულით მოგეფეროთ და ყველას დიდი სიყვარულით იქ ერთმა ადამიანმა დამიწერა კომენტარებში, არაერთხელ დამიფიქსირებია საქართველოში წარმოშობით არა ქართველების მიმართ ჩემი დამოკიდებულება. მე ვენაცვალე იმ საქართველოს შვილს, ვისაც საქართველოს სამშობლოდ მიაჩნია და არც მის წარმომავლობას არ მალავს. აი ისინი არიან საქართველოს პატრიოტები და მე გენაცვალეთ ყველას თქვენ. არა აქვს მნიშვნელობა, სომეხი იქნება, ებრაელი იქნება, ბერძენი იქნება, აზერბაიჯანელი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. ვისაც ჩემი სამშობლო და ჩვენი სამშობლო ისეთი უყვარს როგორიც არის და თავის ეროვნებას არ მალავს ამ ბოზებიდან განსხვავებით და არც ცდილობს რომ საკუთარი წარსული დაწარო, იმათ ვენაცვალეს ყველას გულში. და ყველა საქართველოს შვილს, ვისთვისაც ძვირფასია ქართული მიწა.
29-ში 3 საათზე ჩვენ არც ტელევიზია გვაქვს ახლა და არც ისა გვაქვს და არც გვაქვს ინტერნეტი და გვაქვს ესე თუ თქვენთვის ძვირფასია. ვერა ვარ სამშობლოში, კარგად იცით რატოს ვერა ვართ ახლა ამის ახსნა განმარტებას ვერ დავიწყებ, მაგრამ არ ნიშნავს რომ ეგ თანამებრძოლები არ არიან, თანამოაზრეები არ არიან, არ მივლენ და არ გააკეთებენ გასაკეთებელს. ეს ჭირდება სამშობლოს და ეს ჭირდება სარწმუნოებას. 29-ში იქნება ჩემო კარგებო ეს შეკრება, იქნება ყველა ის დამოკიდებულება და აი ამ ხალხს მინდა უთხრა. ვინ საქართველოში ხართ და ვინც 95%-ით აფიქსირებთ, რომ სამშობლოს ღალატი არის ქართული მიწის გაყიდვა, დალოცვილი ქართული ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის გაყიდვა. არ კმარა ამ საქმეს ერთეული სასულიერო პირების ხმის ამოღება. ამას ჭირდება ყველა ქართველის გაერთიანება და დადგომა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამიტომ გადადევით ყველაფერი, შეიკრიბეთ, მოიკრიბეთ და გავიგოთ თუ ჩვენი საპატრიარქო და ჩვენი სინოდი გვეუბნება იმას, რომ თურმე ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენ მიწაზე ხმა ამოვიღოთ და თურმე ჩვენ საქართველოსთან უნდა წავიდეთ და აქ უნდა დასახლდეს სხვა ჯიშის ხალხი, მაშინ გვეცოდინება და ყველას გაეცემა თავისი პასუხი. რომ ამ ქვეყნის პატრონი არც საპატრიარქო არის, არც არა. ჩემო ლექსო, საპატრიარქო არის ყველაზე დიდი ინსტიტუცია. სულიერ მდგომარეობაზე საპატრიარქოს აკისრია ვალი. ამიტომ როდესაც საპატრიარქო გააკეთებს და დააფიქსირებს თავის პოზიციას ღია და ეთანხმება თუ არ ეთანხმება ამ ყველაფერს, მე ვერავინ ვერ გამოვა და ვერ იტყვის, რომ ჩემმა მამაო მესმე. თუმცა ეს არ უნდა ჭირდებოდეს, იმიტომ რომ რო კითხო ამ ხალხს, რომ პატრიარქზე რო გიждდებიან, იმ პატრიარქს სიტყვა აქვს ნათქვამი. და გაფრთხილებული ყავს, რომ მიწის გაყიდვის უფლება არ აქვს არც პრეზიდენტს, არ აქვს მიწის გაყიდვა არც იმას, რა ქვია, პატრიარქს და არც ვინმე სხვას დედამიწის ზურგზე. ეს არის ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული მიწა. ამიტომ რაც შეეხება აქციებს, მიტინგებს, წადით, ყველა აქციაზე წადით, ყველა მიტინგზე წადით, რომელიც იქნება ამ ყველაფრის წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა ალტინფო გამართავს, პატრიოტთა ალიანსი იარეთ და ნახეთ. მაგრამ რაც შეეხება მოთავეებს, ვინც არიან, რო გკითხო, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვინც არიან, თუ ამათ არ უნდათ ერთობა. ეს ამათ ცალკე გაეცემა და ყველას გაცემს ქართველი. საშინელ დღეში ვართ, უბედურ დღეში ვართ ჩავარდნილი. თუ ვინმე არის შემოგდებული ოპოზიციურ ფლანგზე, რეალურ ეროვნულ ფლანგზე, რომელ ფლანგზეც აი ესეთ შემოგდებულები, როგორც არის გულაშვილი, როგორც არის მანჯავიძე, როგორც არის სხვა უცნობი ეს მონაშნირები ამათი, ვითომ რომ კოცები არ არიან, კოცები რო არიან საქმეზე მიდგება და თუ ასე არის კიდე ვინმე შემოგდებული, ვინც ახლა ამბობს, რომ მიწა არ იყიდებაო და მე გაუპრავოს ყველაფერი ხელისუფლებას, ესეც გამოჩნდება და ამასაც დაინახავს ქართველი ხალხი. ქართველი ერთი მიმფურთხებია მე იმ ქართველისთვის, ვისაც სამშობლოს მიწის მადლი ყველას ჩამოხსნით ნიღავს. ყველას ჩამოხსნით და გეუბნებით, ამ საქმეში ღალატი, ეს არის სამშობლოს და ერის ღალატი. აი, ამის თქმა მინდოდა, აღარ გავაგრძელებ ბევრს, უბრალოდ დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო და კიდევ ერთხელ გეუბნებით, როგორც ხედავთ, აღვირია გახსნილი ყველაფერს ანტიქართულს. მიწაც გაყიდე, ხალხსაც აგინე, აუნე შენ ქვეყანას კაციშვილი არ თხოვს პასუხს. არც უშიშროება, არც არც საპატრიარქოს არ ადარდებს, თორე ეს პროცესი არ უნდა ჭირდებოდეს ამას. 9-ჯერ უნდა იყოს ეს პროცესი გაკეთებული. ამიტომ 29-ში მაქსიმალურად გავრცელეთ გადაეცით ერთმანეთ. 29-ში აბსოლუტურად ყველა ნორმალური ქართველი, ვინც თulis რომ ეს ასე არ უნდა ხდებოდეს და ვინც თulis რომ საპატრიარქო ხმას უნდა იღებდეს, ყველა უნდა იყოს იქ. ხათუნა დაგვანებე რა, თავი ვამბობთ, ყველგან წავიდეს ხალხი და ყველგან იაროს, გვაცალენ, უგვირევ რა, 29-ზე არის ლაპარაკი. 29-ზე არის ლაპარაკი და შენი სამშობლო თუ გადარდებს და შენი ქვეყანა თუ გადარდებს და შენს თუ თვლი რომ შენი ადგილი იქ არის რომ და კარგად ვიცი რომ კარგადაც თვლი და ბევრი თვლის მაქვს თქვენთან რომ საპატრიარქო ხმას უნდა იღებდეს, იქ უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ძალა აწყობს და იმიტომ რომ ეს ერთ საქმეს უკავშირდება. აქ პარტია მით უმეტეს არ აკეთებს ამ ყველაფერს. ამას აკეთებს გაერთიანება. ქართველთა დიდი გაერთიანება, რომელიც არც პარტიაა და არც არაფერი და არც ამ გაერთიანებასაც დაანებეთ თავი, უბრალოდ ქართველები აკეთებენ ამ ყველაფერს.
ქრისტიანი მართლმადიდებელი ქართველები. ვისთვისაც ძვირფასია ეს მიწა. და ეს არც არჩევნებია და არც სხვა პოლიტიკანური ჯანდავა. ჩვენ ეს რაღაცებში არ ვღებულობთ მონაწილეობას. და იქნება იქ თქმული ყველაფერი, რაც არის ჯულის კანონის შესაბამისად. აი ახლა 318 ადამიანი მიყურებს, მინიმუმ 318 ადამიანი თუ იქ არ იქნება, გეუბნებით, რომ ესენი ყველაფერს გააკეთებენ.